ვალენსიის რეგიონი გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ევროპაში შვებულების გასატარებლად, სპორტსმენების სამოთხეც არის. აქ იმართება იალქნიანი ნავების შეჯიბრებები, ტარდება წვრთნები მძლეოსნობაში, ჩოგბურთსა თუ სპორტის საბრძოლო სახეობებში. მოდი გავიგოთ მაინც რატომ იქცა ესპანეთის ეს რეგიონი მსოფლიო დონის ბაზად სპორტსმენებისთვის. ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ალიკანტე დღეს უამრავ მსოფლიო დონის სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. ხმელთაშუაზღვისპირეთის საუკეთესო რეგიონია წყლის სპორტული ასპარეზობისთვის. 2027 წელს ალიკანტე კიდევ ერთხელ გახდება იალქნიანი ნავებით ასპარეზობის მსოფლიო ცენტრი. აქ ჩატარდება ოკეანის რბოლა, რომელიც წელს ისტორიაში ყველაზე გრძელი გახსნითი ეტაპით დაიწყება. რბოლა ალიკანტეში აიღებს სტარტს და ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში დასრულდება. 23 დღის განმავლობაში უწყვეტი ცურვა ერთ-ერთი ყველაზე აზარტული სპორტული გამოწვევაა პლანეტაზე. ცურვის დროს იალქნიანი ნავის თითოეულ მოძრაობას ალიკანტეში მდებარე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკონტროლო ცენტრი აღნუსხავს. ეს რბოლა ალიკანტეში 2027 წლის იანვარში დაიწყება. ახლა ქალაქგარეთ მივდივართ ლანუსიაში, რომელიც კოსტა ბლანკას სანაპირო ზოლში მდებარე ალიკანტეს გულია. იქ მსოფლიო კლასის სპორტული კომპლექსები უნდა მოვინახულო. ეს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი სპორტული ბაზებია ევროპაში. სპორტსმენები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ამ ბაზებზე სავარჯიშოდ. აქ იმიტომ ვარჯიშობთ, რომ ძალიან კარგი ამინდია. ჩვენთან ლატვიაში არ ვიცი, ახლა ალბათ 0 გრადუსია, რაც მაინც და მაინც კარგი არ არის ესეთი სპორტისთვის, როგორც ხტომა. ამინდის გარდა აქაური პირველი კლასის საწვრთნელი ინფრასტრუქტურა ზიზიდავს ხალხს. ყოფილი ესპანელი სპორტსმენი ევა ნარანხო, რომელიც 5 ჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონი ტაილანდურ კრივში, ახლა მწვრთნელია და ამ უძველესი სპორტის სახეობაში საკუთარ გამოცდილებასა და ოსტატობას დიდი მონდომებით გადასცემს სხვებს. აქ მაღალი ხარისხის სპორტულ ცენტრს 3500 კვადრატული მეტრი უკავია და საუკეთესოდაა აღჭურვილი. ნამდვილი ფუფუნებაა ასეთი მაღალი დონის საბრძოლო სპორტის სახეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა რომ გვაქვს. ეს უნიკალური კომპლექსია ევროპაში. უბრალოდ საოცარია. ეს მოზარდები შემდეგი თაობის ამომავალი ვარსკვლავები არიან. ზოგიერთი მათგანი უკვე მონაწილეობს კიდეც ესპანეთის ჩემპიონატებში. რამდენიმე ილეთს ხომ არ მაჩვენებთ? დაძაბული შრომის შემდეგ დროა პეიზაჟებითა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მშვენიერი ცხოვრების სტილით დავტკბეთ. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომლის გამოც მსოფლიო დონის სპორტსმენებს აქურჩევნიათ ვარჯიში. აქ ქუჩებში სეირნობა, ამ ულამაზესი ფასადების დათვალიერება და აქაურ მშვიდ ატმოსფეროში ჩაძირვა დიდი სიამოვნებაა ჩამოსულებისთვის, რომელთაც პირველად იხილეს ლანუსია. ყოველთვის გაოცებული რჩებიან, როცა ჩამოდიან. ისე ვალენსიაში ვბრუნდები, სადაც ყოველ კუთხეში სპორტის მაჯისცემა იგრძნობა. ვალენსია მთელი წლის განმავლობაში წამყვან სპორტულ ღონისძიებებს მასპინძლობს. მათ შორის არის მაგალითად მარათონი და იალქნიანი ნავებით მაღალი სიჩქარით ცურვის ჩემპიონატი, ეგრეთ წოდებული SailGP, რომელსაც ზღვის ფორმულა 1-საც უწოდებენ. რა კი უკვე გავარკვიეთ, მაინც რა იზიდავთ წამყვან სპორტსმენებს ამ რეგიონში, მოდი ახლა დასვენებასა და გართობაზე გადავიდეთ. ჩვენს გიდ სონიასთან ერთად მდინარე ტურიას ძველი კალაპოტი დავათვალიერეთ, რომელშიც ახლა 9 კილომეტრზე გადაჭიმული პარკია გაშენებული და ქალაქს შუაზე ყოფს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ხალისიანი ურბანული პარკია ესპანეთში. რატომ არის ეს პარკი ასე ძვირფასი ამ ქალაქისთვის? გარდა იმისა, რომ ის ვალენსიის ფილტვებია, ამ პარკში ნებისმიერი იპოვის გასართობს. სპორტული მოედნები აქაურობის მთავარი ღირსებაა. ხალხი აქ მოდის, რომ ირბინოს, ივარჯიშოს უშუ, პილატესი და იოგა, რასაც კი მოინდომებ, ამ მდინარის კალაპოტში ყველაფრის მოედანს ნახავ. თავისი სარბენი ბილიკებითა და 200 კილომეტრზე გრძელი ველობილიკით, რომელიც ქალაქს გარსუვლის, აქაურობა სპორტის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხია. ველოსიპედით ტურიას ბაღის ბოლომდე მივედით. აქ უკვე ფუტურისტული ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქი იწყება. ეს ყველასთვის საყვარელი არქიტექტურული კომპლექსი სანტიაგო კალატრავამ ააშენა. ეს შენობა აუცილებლად უნდა ნახოთ ვალენსიაში. ჩვენი სპორტული ტურების შემდეგ დროა კულტურასაც ვეზიაროთ. აქ დაგხვდებათ მეცნიერების მუზეუმი, მუსიკის დარბაზი და ყველაზე დიდი აკვარიუმი ევროპაში. ჩვენ დავათვალიერეთ ის სპორტული და კულტურული ადგილები, რომელთაც ვალენსია გთავაზობთ. კარგი ამინდი, ლამაზი ბუნება და მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურა. ნამდვილი სამოთხია ჩემპიონებისთვის. Es el paraíso de los campeones.